ვფიქრობ, რომ სასარგებლო იყო ერთმნიშვნელოვნად ეს შეხვედრა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე პირველივე დღეებიდან ვესაუბრობთ, აი რაც პროტესტი დაიწყო და უფრო ადრიდანაც ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ მშობელთა ორგანიზაციებთან, მშობლებთან საზოგადოებრივ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა. აი ამ თვალსაზრისით მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ბუნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ, ამასაც პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მოვისმინეთ მშობლებისგან, ესეც ბუნებრივია არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს ვინაიდან აი საუბარია 4 ტიპის, ასე ვთქვათ, მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ აი ამ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს და ვთქვათ, სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს, სწორად განსჯას იმისას თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. აი ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. იყო საუბარი ისეთ საკითხებზეც, რომელიც ეხებოდა მაგალითად პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უპირველესად ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. ჩვენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა, ამ საკითხებზე კიდევ გაგრძელდება მსჯელობა და როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის. ჩვენი მომდევნო შეხვედრების დროს, მათ შორის ამ თემაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორ იქნება საჭიროებები, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ იგივე ერთმანეთთან კომუნიკაციაც და სხვადასხვა ფორმატები. ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს.